ამიტომ ივანიშვილს შეუძლია ეხლა დაელოდოს ბრიტანულ სანქციებს, ჩათვალოს და ზედ აწერია სიყვარულით რუხაძისგან. აჯობა ჭკუით ივანიშვილს? მიდასტურებენ, რომ მან ითანამშრომლა სინამდვილეში. ხო, ძალიან უხეშერად რო ვთქვათ, ფაქტობრივად მის საფლავზე იცეკვა. კი, ზუსტად. და ამას კიდე ამ დროს აქვს ბოდიში და უკან გარჭობილი ის განათებული ირანის სფერებში ანძა. და იმიტომაც იხვეწება ეხლა და საერთოდ არსადავარ იქნება მათთვის მარტივად საქმე. ყველგან იქნება მძიმედ ძალიან და სასოწარკვეთილების კიდე ახალი დონე რო დავინახოთ. მაგალითად გერმანიაში აქვს, აბა რამდენი ბინა შეიძლება კონდეს? 186. რა? ხო. მარტო გერმანიაში? მარტო გერმანიაში. მიუტანა იმ გულს და უთხრა რომ ერთგული ვარ, აჰა ყველაფერი და არ დამიჭირო იმაზე, რაზეც მიჭერე რა. მაინც დაიჭირეს. ანუ დასკვნა რა არის, რომ ამ ძველ სისტემას ვერ ჩაანაცვლებენ? შანსი არ აქვს. ჩემი აზრით საბოლოოდ მაინც მოკლავენ ეგენი თვითონ. ჩემოდნის გარდა მანდ ხა არაფრის შანსი არ აქვს. ქეში და ჩემოდანი. იმას როცა ეგეთი სახე აქვს, ესე იგი ამას ძალიფეხი უკვე სამარეში აქვს, ხო და კალაძეზე მე ჩემი აზრი მაქვს დარწმუნებული ვარ რომ მაინც დაიჭერს. არის ორი, ერთი არის რომ ბოლომდე გაპარსავს და გაუშვებს. და იცის რომ კიდე მოდის სანქციები და ამიტომ ქეში უნდა გიჟივით. ცოტა ქვერ გავიგე, ისე თქვა უნდათ. ჯვარი წერი ეგრო გაიგო შენც ისეთივე უნდა იყო და მე ესე ვფიქრობ, რომ მეორე ნაწილი ბევრად უფრო საინტერესო იყო